და რასაკეთებ მაგით ხმასად ამთხოვ ვიდეოს თუ ჩვენ გვამთხოვთ ალბათ არ ვიცი ერთმანეთს დავადებთ როგორც წავალ ისეცო ძალიან მაგრაცი დროშებთ მაგრამ მოდი უთხრათ ჩვენს მაყურებელს პირველ რიგში გამარჯობა მე ვარ ნუკი ის არის ბუბუ და საატომოვიშვილი აქეთ ხელი სად ხარ აქეთ არ ვიცი სადაც ანუ შენ ქვევით გინდა ყოფნა თუ ზევით ეს ძალიან ინტიმური კითხვაა ბუბუ საერთოდ სადგურჩევნია ქვევით თუ ზევით არ ვიცი ნუ მეკითხები ეგეთ რაღაცებს უმცროსი და ხარ მაინც მოკლედ მე და ბუბუმ გადავწყვიტეთ რომ იმდენად სულ ჭორაობთ და იმდენად განსხვავდება ხოლმე აი ხო რა განავინ არ ჭორაობს ყველა ჭორაობს და ყველასთვის საინტერესოა ეს რაღაცების განხილვა მაგრამ მე და ბუბუ როდესაც ვიწყებთ რაღაცის განხილვას არ აქვს მნიშვნელობა ეს რომ სულ საჭმელი იყოს იმდენად განსხვავდება ჩვენი აზრი და იმდენად შავ-თეთრი არის ეს ყველაფერი რომ გადავწყვეტეთ გავაკეთოთ. ბაწინა პოდკასტი არ გამოგვივა და აღარ დავდებთ. წინასწარ ნუ გვეჩხუბებით, მაგრამ მე ვიფიქრეთ რომ მოდით პირველი იქნება გაცნობითი და შემდეგი გვინდა რომ თქვენ დაგიწეროთ. თქვენ დაგვიწეროთ. იცი რა დაგვავიწყდა? რა დაგვავიწყდა? ჩართვა კამერის? არა, კამერა მიდის. სახელი დაგვავიწყდა. სახელიც მოვიფიქროთ ხალხთან ერთად. მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ამ ეხა ბოდიელს რო უყურებთ, არ ვიცი რამდენი წუთი გამოვა ეს ბუბუს საქმე არის დამონტაჟება. რამდენი წუთიც არ უნდა გამოვიდეს, ჩვენ რაღაცებს მოგიყვებით ჩვენ შესახებ და შემდეგი გვინდა რომ აუცილებლად თქვენ დაწეროთ თემები, რომელიც გინდათ რომ განვიხილოთ. ფორმატი იქნება საჭორაო სახლური არა ლეგალური რაშვაშია და არა ფორმალური. შეიძლება მანდაც შევუხვიოთ. ლეგალურ საქმესაც. სხვათა შორის შენ იცი რომ ჩინეთმა დღეს ახალი წესი მიიღო, რომ ინფლუენსერებს აღარ აქვთ უფლება რომ ისაუბრონ პროფესორულად იმ თემებზე, რაზეც არ აქვთ განათლება მიღებული. რაც ძალიან მომწონს, ანუ აი ვიღაცა რომ დერმატოლოგია და თან გინეკოლოგია და თან ყველაფერს ერთიანად მოიცავს ხოლმე, ეგ აღარ შეიძლება ჩინეთში. და აუცილებლად უნდა გქონდეს ამის პროფესია მიღებული. კი, ძალიან მომეწონა. მაგრამ მე რა ნერვიულდი რომ ანუ იმაში რა ქვია მოდაშიც ხო უნდა გქონდეს რაღაცა განათლება ხო ითვლება ეგ და არა რატო street fashion და რაღაცები რა შოშია განათლება ხო არა მეც მე მივხვდი რომ ყველა ვინერვიულა მაგრამ ზოგადად კარგი ის არის ყველა კარგი განახება მაგრამ ჩვენ ესე იგი ლეგალურ თემებზე მალე ვერ ვისაუბრებთ ჩინეთში იმიტომ რომ ლეგალური განათლება არ გვაქვს რაც ძალიან გულდასაწყვეტია ჩინეთში რა წავალ ძალიან გულდასაწყვეტი იქნება ძალიან გულდასაწყვეტია იმიტომ რომ კაცმა არ იცის რამდენი გუყურებს ახლა ჩინეთში კონიჩივა ყველას ვის ჩინეთში ხართ კონიჩივა ხო ჩინურია თუ კი მე მგონი თუ იაპონური ნუ ნახეთ ანუ განათლების სამინისტროსაც ვერ შევეხებით იმიტომ რომ მაგრამ არ ვლაპარაკობთ ჩვენ არასდროს ახლა იმ თემაზე რაზეც არ ვართ გარკვეული კომპეტენტურები რატო ბუბა აი გუშინ წინ რო განვიხილავდით მე და შენ მერის არჩევნებს ნიუ-იორკში ძალიან კომპეტენტურები ვიყავით აი შენ საერთაშორისო ურთიერთობები არ გაქვს ის რა განათლება უი მაქვს ანუ ძალიან კომპეტენტურები ვიყავით აი სად ყოფილა ვერ გამოგვიჭირეთ ჩინელებო მაგრამ რეალურად თემები ჩემი და ბუბუს სასაუბრო ხტება როგორც ჩვენი საერთო ნაცნობების განხილვიდან ღრმა ფსიქოლოგიურ განხილვებზე. აი მაგალითად რამხელა მნიშვნელობა აქვს ბავშვების ტრავმებს. საინტერესოა რომ შეიძლება ბავშვების ტრავმებში ხარ გულისხმობ რომ ვიღაცა გვცემდა, მაგრამ ხო არის რაღაცები, რაც ყოველდღიურად გამოიხატება და ძალიან საინტერესოა, როდესაც არის განსხვავებული ორი ფსიქოტიპი, ორი განსხვავებული ადამიანი, სხვადასხვანაირად აღიქმება ერთი და იგივე მოვლენა. ასია ბუბუ? ასია, მაგრამ ახლა მშობლების შემთხვევაში მგონი რომ ეს ეთერში. არა, ძალიან დიდი სიამოვნებით დავიწყებთ. თქვენ აკრძალულები ხართ, არ გამოიწეროთ ჩვენი არხი და კაცმა არ იცის რა ტრავმებს ამოვაძრობთ ახლა რომელი უჯრიდან. არა, მაგრამ მე იმას გულისხმობ, რომ კი ძალიან განსხვავდებით მე და შენ ზოგადად, მაგრამ მშობლების შემთხვევაში მგონია რომ პირველი შვილი და მეორე შვილი განსხვავდება კიდე სხვადასხვანაირი დამოკიდებულება. ანუ შენ მიმართ თუ შვილის მიმართ, ანუ შენ სხვანაირად გზრდიდნენ და მე სხვანაირად მზდიდნენ. შეიძლება. ეგეც არ არის იმიტომ რომ ეხა შენ რო ყვები ხოლმე ისტორიებს, ნუკის არ ქონდა ცხოვრება ცხრის მერე ძილის დროა.
მე 10-ის მერე და ანუ ასე შემდეგ. 10-ის მერე მოიწყო. მე ხალხნო არ მიშვებდნენ დაქალთან რომ აი დაქალთან, საუკეთესო დაქალთან რომ დავრჩენილიყავ, ეხლა ცრემლებით წამომივა აუცილებლად პოდკასტის ბოლოს. არ მქონდა ამის უფლება, იმიტომ რომ რაღაცნაირად მაგრამ ეს სხვა დროც იყო. აი სხვა დრო იყო რაღაცნაირად, სხვა დრო იყო და უფრო ეშინოდათ ალბათ და მე შენზე ეთყობა არ მეღილობენ ბუბუ. არ ვიცი რა კითხა. არ ვიცი, ვერ ვიტყვი რომ კაცრი მშობლები მყავდა, მაგრამ ანუ ხო მე და შენ ნამდვილად განსხვავდებოდით შეზღუდვებით. მაგრამ რა ვიცი, შენაჩენ ახლა მეორე შულს და გექნება სხვანაირი მიმყრობა მის მიმართ? არ ვიცი, ჯერ გაჩნდეს და მე გეტყვი. ყველაზე დიდი შიში გაქვს იმისი, რომ თუ გეყვარება მეორე შვილი ისე ძალიან, ანუ შენ ახლა რაღაცა კიდე ახალი კომპლექსი არა იყიდო შენ გენაცვალე, მაგრამ აი მაგაზე დარდობ რა, რომ აბა თუ მეყვარება ისე ძალიან, როგორც მიყვარს პირველი. ანუ მიხდე მე როგორც ვუყვარდი მშობლებს, შენ თუ უყვარ ხარ ნეტა ესევე, ეგ არის კითხვა. ნახე მაქვს უკვე კომენტარები რომ იძახიან, დატვაბულინგებს თავის უძრო. მეგობრებო, სხვა შეიძლება პირიქით არის რა, პირიქით არის. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ანუ ესე არა კამერების წინ დაბულინგებული მხარე ვარ მე. ყოველთვის კამერების წინ უბრალოდ ნუკის ტერიტორიაა და ამიტომ უფრო თამამად თამამად გზნობს თავს, ხო? ხა, მაგრამ ბუბუ აი როგორ მესიჯებს წერს ხოლმე, იცით? ყოველდღე, რა თქმა უნდა, ყოველდღე გვაქვს კომუნიკაცია, მაგრამ ძირითადად ჩემს მისამართით მოდის მესიჯები, წაშალე, რა გოიმობა? გაჩერდი გთხო, ნუ ლაპარაკობ მაინც. აი მილიონი ეს რაღაც აი რაღაცა ბუბუ აი შენთან კითხვა ყველაზე დიდი გოიმობა ჩემში რა არის იმიტომ რომ ხო შევთანხმდით რომ შენ თვალში აბსოლუტურად უგოიმესი გოიმი ვარ მაგრამ ნუ აი რა არის ყველაზე დიდი გოიმობა ჯერ განმიმარტეს სიტყვა გოიმობა სიტყვა გოიმობა მოდის სიტყვა ებრაელებისგან მე რამდენადაც ვიცი და ნიშნავს არა ებრაელს მაგრამ ეხა მაგას ნუ ჩავუღრმავდებით ჩვენ ყოფაში გამოვიყენებთ გოიმს როგორც არ ვიცი სხვა რა კარგი კითხვაა რა არის გოიმი მოდი ესე გიპასუხებ ყველაზე მეტად რამე რაც არ ჯდება ჩემს გემოვნებაში აი ხო აი ძალიან სწორი ხო მართალი ხარ არ არის სწორი ეს ფორმა გოიმობა იმიტომ რომ ვინ გადაწყვიტა რა არის გოიმობა და რა არის გოიმობა იცი როგორ ესე შენში მომწონს იქაც დავართხვი მე ჭიქა არა მაქვს ხო და ანუ შენში ხარ და ჭიქაც არ გაქვს ხო აჰა ხო ნახე შენში მომწონს მაგრამ ჩემს გემოვნებაში არ ჯდება ალბათ ცანცარი აი მგონია რომ ყველაზე დიდი განსხვავება ჩვენ შორის რაც არის ცანცარი ანუ ცანცარა ვარ შენ ცანცარა ხარ აი ეგრე პირდაპირ გაგებით რაც ცანცარას დეფინიცია ეს არის ხო არა არ ვიცი ვარ ცანცარა მეტი ცანცარა რა შეიძლება რა იყოს ადამიანი ანაცოდია ხო ალბათ ცანცარა მე შენში მეშინია მე უბრალოდ შენი ხარ მეშინია ძალიან ანუ აი ძალიან ვღელავ ყველაფერზე რასაც ვაკეთებ იმიტომ რომ მეშინია გულწრფელად მეშინია თან არის ფიქრო რომ ეს რაღაცა ვარ მე მეშინია არა აი მართლა ჩაფსმამდე მეშინია ხოლმე ხანდახან შენი აზრის და შენი კრიტიკის ხარ თუ არა ჩემი შვილი მოდი ამ კითხვას გავცეთ ერთხელ და სამუდამოდ ისევ მე რამდენი აი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჭორი რაც სანამ სოციალური ქსელები იარსებებდა არსებობდა რაღაცა ყვითელი გაზეთები და ჟურნალები და როდესაც ვიყავი ტელეწამყვანი იქ მსახიობი ხან რას ვაკეთებდი მაინც აი როცა ხარ ამ რაღაცა ყურადღების ცენტრში ჭორად ყველაზე დიდი ჭორი იყო რომ ბუბუ არის ჩემი შვილი რაც თან მეცინებოდა თან ვერ ხვდებოდი მეწყინოს არ მეწყინოს იმიტომ რომ როდის ხა გავაჩინე ან რატო ვმალავ ამ ამბავს მაგრამ ხო ესე შენ რო იცოდე შვილო არ მე ეს ჭორი ვიცი მაგრამ რატომაც ეს ჭორი არ მოწუხებ და არასდროს როგორი ჭორი გაწუხებს აი რა ოღონდ ჭორს არ გულისხმობ სოციმედიაში დადებული ჭორი უფრო გულისხმობ აი არ ვიცი გაბაზრებული ქალაქში ჭორი რომ როგორი ტიპის ჭორი გაწუხებს მე მივხვდი ჩემს თავზე ეს რაღაცას რომ მე ჭორები არ მაწუხებს მე მაწუხებს ჩემზე სიმართლეს თუ წერენ ხოლმე აი რაღაცა თუ სიმართლე არის და მართლა რაღაცა მოხდა ან
გარეგნობაზე რაღაცას წერენ მაგალითად და სიმართლე, ანუ აი ბულინგს დავუბრუნდეთ, რაღაცაზე თუ ამ ჩემს რაღაც ლაპარაკობენ და რაც აბსოლუტური აბსურდია, ვერთობი სიმართლე რო ვთქვა, რატომღაც ვერთობი ამ კიბერბულინგით ძალიან. მაგრამ თუ რაღაცა არის სიმართლე, ну, ჩემს თავში მაინც სიმართლე, მაგაზე ნერვიულობ. არა, საინტერესო. არა, მე შენ ყველაფერი გაწუხებს. მე ყველაფერი მაწუხებს, მაგრამ როდესაც არის ტყუილი განსაკუთრებით მაწუხებს. მე საერთოდ უსამართლობის ძალიან დიდი ის მაქვს, რა ქვია მაგას, აი ვერ ვიტან რა, აი რაღაცა ძალიან საოცარ ტყუილებს რო იძახიან. მაგას განსაკუთრებით ვერ ვიტან. სიმართლე რო იყოს პირიქით, მაგ პირველი ვიქნები, ვინც მაგ სიმართლეს დაადასტურებს ან უარყოფს. ანუ ეგ საერთოდ არ მაწუხებს. აღარ ანუ სიმართლეში გულისხმობ ის კი არა რაღაცა ჩავიდინე და გამიბაზრდა და სიმართლე არის. მე მგონი ეგეთი არ ყოფილა არასდროს. ნუ ანუ აი ყბა რო გაქვს მოღრეცილი ეგ გაწუხებს. ხო, აი ყბაზე რომ მიწერ, მაგრამ ნუ ყბას შევეგუ ამასობაში, მაგრამ ხო, აი რაღაც მომენტში მექნება კონკრეტული კომპლექსი რაღაცის და აი მაგაზე თუ დამიწერს ვიღაცა ეგ ძალიან ეგ მაწუხებს. ანუ პირობითად თუ მოდი ვთქვათ რომ გაქვს რაღაცა მოქცეული ყბის კომპლექსი, მაგაზე რომ დაგიწერენ, ეგ გაწუხებს. არა, მე ნახე პირიქით, ანუ ცხვირზე მიწერენ ხოლმე და ან რაღაც არ ვიცი მე ჩამოწელილ ძუძუებზე და ეგ არ მაწუხებს. იმის და მივხედავთ, რომ შეიძლება კომპლექსიც მქონდეს, რა თქმა უნდა. მე უფრო მაწუხებს აბსურდები. აი აბსოლუტურად სიმართლეს მოკლებული რაღაცა აი და თან რო ხედავ, რომ ანუ ხა ეს რო გემართება ხახნო. თქვენც ხედავთ, რასაც მე ვხედავ, რას აი რა? აი ეს და მაგრამ თან არასდროს არ უნდა გასცე პასუხი. არასდროს. ხა შენ ზუსტად ეგ გემართება. ხო, ვერ მართლა ის თქვა. როგორ იტყუება ეს? აი და გიჟდებს, შეიტყუება, ესე იტყუება, აი მაგიჟებს. მე სუმაგად ვცემ პასუხს, იმიტომ რომ მე ვერთობი ძალიან მაგით. ანუ რაც უფრო აბსურდი, მით ცოტა ხნის წინ ვიღაცამ დამიწერა ვიდეოში მქონდა, აი ესე ვიფარავდი, რომ რაღაცა გახსნილი ზედა მეცოდა, რომ გადავიფარე, ესე დავიფარე და ვიღაცამ დამიწერა, რას იფარავ, რაღაც ერთი პირველი ზომა მაინც გქონდა, როგორ გავერთე, იცი, აი ყველაზე დიდი კომპლიმენტი იყო ჩემთან. თან ანუ კომპლექსი მაქვს მკერდის სხვათა შორის. ამიტომ პირიქით დიდი რომ მაქვს მაგის კომპლექსი მაქვს, ამიტომ პირიქით გავერთე. კომპლიმენტი იყო ჩემთვის. როგორ მინდა შენი პრობლემები, იმიტომ რომ მე რო დავდივარ ესე თან მუხლებით ესე ვათამაშებ, რომ ავარტყა ზემოთ. დიდი კი არა. აკენწვლის. ესა მაქვს რა ქვია, აბა რა გეგონა. ოღონდ სხვა შეს ეს მკერდის პრობლემა ნაკლებად მაწუხებს, იმიტომ რომ არასდროს არ მქონია კარგი მკერდი. ეხო არის რომ ლამაზი მკერდი აქვს და მე აჭმევენ, გასუხდებიან, გახდებიან რაღაც და აი ჩამოეწელა. არა. დავიბადე ჩამოწელილი ძუძუებით. აი როგორც კოკერ სპანიელი იბადება ყურებით, ისე მე დავიბადე ძუძუებით, აი ორი ბლინი. რომელზეც ასე რა ერთობი. ასე რა ახვევ და ჩატიკნი შეიძლება რაღაცა გამოვიდეს. მოდი რაღაცა შეჯამებითი ამბავი გავაკეთოთ და მე ვფიქრობ, რომ რადგან დავიწყოთ ეს პოდკასტი როგორც განსხვავებული აზრი, ის რომ მე და შენ ვართ დები და ძალიან განსხვავებით, რა თქმა უნდა, ძალიან აჯაფსანდალი გამოვიდა პირველი გადაცემა, დარწმუნებული ვარ, არ ვიცი, წარმატებები ამის დაჭრაში და დამონტაჟებაში, მაგრამ რაღაცამდე უნდა შევჯამდეთ. მოდი დავიწყოთ ბუბუ ჩამონათვალეთ. მე და შენ სხვადასხვანაირად ვხედავთ კომპლექსებს. ხო მართალია? კი, ნამდვილად. შენი კომპლექსი და ჩემი კომპლექსი სულ სხვადასხვა რაღაცა არის. რა არის შენი კომპლექსი? ყოველთვის მეცურება ეს კომპლექსები. ანუ მე არ ვიცი თუ გახსოვს ერთი პერიოდი მქონდა ყურების კომპლექსი, ანუ 8 წლის რო ვიყავი და ვიმაგრებდი ამ ყურებს. სხვათა დაგიმაგრდა, იცი? არ დამიმაგრდა, კვლავ ესეთი მაქვს, მაგრამ იმდენად არა. ჩაცი, არა. ეგ ნუ ხა განსხვავდებოდა, მაგრამ რა ან მოკეთ მე მაქვს ესეთი ჩვევა, ესეთი დამუშავების ის რა ქვია გზა კომპლექსების, ვინმეს თუ გამოგადგა, ჩავეციკრები ხომ ერთ რაღაცა კომპლექს და ანუ აი ღამეს ვათენებ იმდენად დაკომპლექსებული, ოღონდ ანუ არავის არ უთქვამს არასდროს არაფერი ამ რაღაცა თემაზე. ღამეს ვათენებ ისე არ მომწონს და მე ამასობაში რომ ღამებს რომ ვათენებ, უკვე მომწონს, ანუ ყურები უკვე მომწონს ჩემი. არ ვიცი რა მქონდა, ცხვირის კომპლექსი მქონდა, ცხვირიც მომწონს. არ ცხვირის კომპლექსი მქონდა არასდროს. არ ვიცი, რაღაცები რაც მქონდა კომპლექსები, იმდენად ჩავეციკრები ხოლმე რაღაც მომენტში, რომ ანუ დავამუშავებ და ანუ ახალ მაქვს კომპლექსი, მაგრამ ეს კონკრეტული არ ვიცი, შენ ეს კომპლექსი გაქვს ახლა? მე გარეგნობის კომპლექსი ნაკლებად მაქვს. ანუ არ მაქვს გარეგნობის კომპლექსი. ფეხზე მკიდია გარეგნობა რაღაცნაირად.
აი ხელჩაქნეული ამბავი მაქვს რა გარეგნობაზე. აი არაფერი აღარ მაკომპლექსებს, მაგრამ მე ბევრად შენზე დიდი ვარ, ამიტომ ამასაც აქვს მნიშვნელობა. შენ ასაკში რო ვიყავი, ყველაფრის კომპლექსი მქონდა დედამიწის ზურგზე. იქ ცხვირი, კაბილი, ყური, ყველაფერი მაწუხებდა. ეხა 35 წლის ასაკში უფრო მაკომპლექსებს რაღაცა მიღწევები, მაკომპლექსებს რაღაცის ცოდნა, არ ცოდნა, მაკომპლექსებს რაღაცის სწორი თქმა, არ თქმა, აი რაღაცა უფრო ესეთი რაღაცები მაკომპლექსებს, ბევრად, აი სადღაც რომ მოხვდები და რაღაცა თემას რო განიხილავენ და შენ რო შეიძლება არ იცოდე ეს თემა ისე კარგად, აი მაგაზე უფრო კომპლექსები, ვიდრე ახლა მაგალითად ყურებზე. ანუ ჩავიწერ მაგასაც. ძალიან კარგი ის იყო, რა ქვია. Point of view იყო, მოვინიშნო მაგ კომპლექსად შემდეგისთვის, იმიტომ რომ მეც ალბათ კი. ანუ დარწმუნებული. მოვერგები მაგ კომპლექსს. ბუბუ, განსხვავება ჩვენს ასაკში არის იმდენად, შენ ხარ ჯენზი, მე ვარ რა მქვია? მილენიალი ხარ, მილენიალი. რაც არის, ეგა ვარ. და შესაბამისად აღზრდაც სხვა გვაქვს, ხედვაც სხვა გვაქვს, კომპლექსებიც სხვა გვაქვს და ნუ ასაკიც სხვა არის. ახლა 35 წლის ასაკში ნაკლებად კომპლექსები, მით უმეტეს როცა ხარ გათხოვილი, იმიტომ რომ როდესაც შენ ხელა ვიყავი და ვიღაცა მაშინ რა ქვია, თაყვანის მცემ პაკლო რა. პაკლოები რომ ყავდა და ეს პაკლო რომ მომწერდა და მე რო გაქრებოდა, ანუ აი ეს ყველა ყურები, ცხვირები, ტუჩები, ყველაფერი ეს რო ამოტივტივდებოდა ხოლმე, ყველაფერი ასმაგი იყო რა. აი, ვაიმე, რატო არ მწერს, იმიტომ რომ ყურები, რატომ გაქრა, იმიტომ რომ ტუჩი მაქვს დახვეწილი. თურმე ყოფილი ფეხსაცმელი. ანუ კაცმა არის ის რა იყო, ეხაც გამხრალები არიან, ძებნაში არიან გამოცხადებულები და დედა მამა ყველა ეძებს ჩემი ჩათვლით, მაგრამ ეხა უკვე ნაკლებად გაინტერესებს რა შთაბეჭდილებას მოახდენ ესეთ ვიზუალურ. პატარა რო ხარ, მაინც გონია რომ ბიჭებს მოსწოხარ ასე და ეხა უფრო გონია რომ აი რაღაცა საზოგადოებაში რომ მოხვდები რა შთაბეჭდილებას დატოვებ, მაგაზე უფრო დარდობ. პატარა რო ხარ, ეგეც გააქვს, მაგრამ უფრო მეორე ხარისხოვანი. სხვათა შორის საინტერესო კიდევ ერთი განსხვავება ჩვენ შორის კომპლექსები გავიარეთ, არის რამდენად ვუყურებთ ჩვენს ურთიერთობას. აი, როდესაც ვიგებთ რაღაცა საერთო ნაცნობი არის შეყვარებული, ყავს ეს ვიღაცა თარგეთ მამაკაცი, მე როგორ ვხედავ ამ ურთიერთობას და ბუბუ როგორ ხედავს ამ ურთიერთობას, იმიტომ რომ ძალიან განსხვავდება ეს ბუბუ და მიდი მისცხე. ეს ზოგადად ძალიან განსხვავდება და კიდე დავამუღამი ამ თემაზე, რომ მეგობრებს არ უნდა მოუყვე, როდესაც ურთიერთობა იწყება, იმიტომ რომ რაღაცა ის კი არა, რაღაცა სრულწმენა რომ თუ მოუყვები თვალი ეცემა, არა. ანუ გიშერსაც თუ დაიკიდებ, არა? არა, ნახე, ყველას აქვს თავის პერსპექტივა, აი როგორც ჩვენ გვაქვს ჩვენი რაღაცა ხედვა ამ ურთიერთობებზე და შენ დაქალს რაღაცა ურთიერთობაში მიაჩნია რომ არის არასწორი, შენ მიგაჩნია რომ ჩვეულებრივია, მაგრამ ის დაქალი იმდენად მოგახვევს ამ აზრს თავზე, რომ შენც იწყებ ნერვიულობას, რომ ვაიმე, ეხა მართლა გაქრა და მე მგონი მართლა ნიშნავს ამ რაღაცას და მე რო გაქცევაზეც გეტყობა ეს ყველაფერი. და მე უკვე ის, ანუ მიხვდირას გულისხმობ. აბსოლუტურად უაზრო რჩევა იყო, იმიტომ რომ მაშინ რა აზრი აქვს ურთიერთობაში ყოფნას თუ არ იჭარავე დაქალებთან ამაზე. აი ზუსტად იგივე პრობლემა აქვს მეც, ანუ იმიტომ რომ საერთოდ ვერ ხედავ მაშინ აზრს ურთიერთობის თუ ვერ მოვუნყევი ჩემ დაქალს, მაგრამ ეს ეგრეა, იმიტომ რომ ანუ ყველას სხვადასხვა პრობლემა. დავაკვირდით ჩემ დაქალებთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ აი რა ვუყურებ რა, ეხა დიდი სადაქალო ყავს და ერთმანეთში რო ლაპარაკობენ ცოტა გამოდის, რომ გვერდიდან ვუყურებ და ანუ ვხედავ რომ ერთს რაღაცა აწუხებს იმ ურთიერთობაში, მეორესთვის ეს აბსოლუტურად ნორმალურია. და მე ის ერთი იწყებს ნერვიულობას, იმიტომ რომ ის იმას აწუხებდა. არა და ამაზე არ ნერვიულობდა საერთოდ. გამიგე? არ გეცოდინება შენ. მე გაგიგე, მაგრამ მაყურებელი ალბათ ვერ გაიგებს. მაგრამ გასაგებია შენი პოზიცია, ხო, რა თქმა უნდა, ჩემთვის შეიძლება ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანი იყოს რაღაცა ერთი აი მე მინდა რომ ჩუქნიდეს ყვავილებს პირობითად ვთქვათ და სალომეს სუფეხებზე კიდია ყვავილებს ჩუქნის თუ არა მთავარია გემრიელ კატლეტს აკეთებდეს და იმიტომ რომ არ ყიდულობს ყვავილებს სალომესთვის ეს ძალიან დიდი ნო არის და ამაზე ხდება მე ჩემი აზრის ცვლილებაც ხო მაგრამ ისედაც აი ხა როდესაც ყველაზე ხშირი რა არის ურთიერთობაში ხო რატო არ მწერს სად გაქრა მე მეგონა ვუყვარდი და ყველაფერი კარგად მიდიოდა და მე საწავი და ბუბუს აქვს დამოკიდებულება ასეთი ანუ ფეხზე კიდიხარ ანუ აი ყოველთვის მე ვუსმენ ხოლმე მოდიან ამის მეგობრები რაღაცა გულს გადაუშლიან ესე წავგორდებით ხოლმე ლოგინზე ისინი მოდიან რაღაცას ყვებიან ანუ ჯერ ჩუქნი და ყვავილობს მე დედა გამაცნო მე წავედით ერთად დასასვენებლად მე რაღაცა და გაქრა და ბუბუ პასუხობს ანუ ეკიდე
ამ დროს მე აი უკვე სასტრაფოში ვრეკავ, რომ რას ნიშნავს ახლა დედა გაგაცნო და გაქრა. თქვენ ხომ რაღაც, ანუ მე სხვანაირად ხარ. მე თან ვარ ძალიან რომანტიკოსი. ბუბუ არ არის რომანტიკოსი. ფილმს ვუყურე მე ერთხელ, რომელსაც ქვია He's Not That Into You, რომელმაც გამიხილა თვალები, თუ არ ვიცი როგორ თქვა და იმ ფილმიდან გამომდინარე მაქვს ეს მიდგომა, რომ თუ არ გწერს, ანუ კიდი ხარ. იმიტომ რომ თუ არ კიდი ხარ, მოგწერს. არა, არის მაგაში ლოგიკა, მაგრამ ესე ყველას მოხარშავ ასამგვარი. აი ეს რაღაცა არს ცალია, დედაც უდად ყავს, რაღაცა ანუ არა. შენ არ გაქვს ნანახი ნოუთბუქი, შეიძლება არ ახსოვხარ უბრალოდ. მეც ვიყავი შენს მხარეზე. მაგ არგუმენტში. აზრის ვიყავი მეც ადრე, ხო და უბრალოდ მაგ აზრით მე შენ თავს რო ამშვიდებ დამშვიდებიდან გამომდინარე სიმპათია მაინც გრჩება ამ ადამიანის მიმართ და ანუ მხოლოდ საკეთებ ამით და ესე რომ ეგუები ეგრევე რომ კიდი ხარ შეიძლება აღმოჩნდეს რომ მართლა დედამ დაგბლოკა და უფრო გაგიხარდება იმიტომ რომ შენ ანუ სიმპათია არ გქონდა შერჩენილი და არის ტანჯები რა. ოკეი. ეს თემა არის ამოულევი, მე მგონი ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ და ყველაფერს შევეხოთ დედამიწის ზურგზე, როგორც დავიწყეთ დესერტი და დავამთავრე დედამთილიდან, სადედამთილოთი. ამბავი ის არის, რომ ჩვენი აზრი ძალიან განსხვავდება და ვართ სხვადასხვა ასაკის და მგონია, რომ ნებისმიერი თემა იქნება ძალიან საინტერესო განხილვის საგანი. პირველი გადაცემა, როგორც მივხვდით, არის აჯაფსანდალი, თემაც აჯაფსანდალია, რომელსაც იმედი მაქვს დავჭრით და რაღაცა მიახლოებით გაიცნობთ ჩვენს ვინაობას. გთხოვთ აირჩიოთ შემდეგი გადაცემის თემა და ამ თემას აღარ გადავუხვევთ, გემრიელად და მსუყედ განვიხილავთ, მოგცემთ ორ პერსპექტივას, ცანცარა და არაცანცარა პერსპექტივას, როგორც გაირკვა ამ გადაცემაში. მე მგონია, რომ პირველი გადაცემა ბუბუ უნდა იყოს სუპერ მოკლე, იმიტომ რომ ყველაფერზე ვილაპარაკეთ და არაფერზე ვილაპარაკეთ ამავდროულად. შემდეგი იყოს რაღაცა ქალიშვილობის ინსტიტუტი და გემრიელად განვიხილოთ აპკის აღდგენის პროცედურები. ანუ ისეთი რა, ხუმრობ რა თქმა უნდა. მოკლედ, გთხოვთ კომენტარებში, სადაც არ უნდა იყოთ, იქნება ეს YouTube, TikTok, Instagram, თუ Facebook-ი, დაგვიწეროთ თქვენი თემები, რომელიც გინდათ რომ განვიხილოთ. ხვალ თუ არა, ზეგ, მაინც განვიხილოთ, თუ საინტერესო თემა. მე ვარ ნუკი კოშკელიშვილი, საით ხარ? მე ვარ ბუბუ კოშკელიშვილი. სადმე ვიქნები, ან ზევით? სად გინდა ყოფნა, ზევით თუ ქვევით? შენ გითხარი, ეს არა ნორმალური კითხვაა, ეს ძალიან პირადი კითხვა. იცი რა, გადაცემის სახელიც გვინდა, რა, დები keeping up with the კოშკელიშვილი. არა. რა თქმა უნდა, არა და ბუბუ და ფონად იყოს Taylor Swift-ის სიმღერა, ხო გაგიხარდება?